მოგესალმებით შუადღემშვიდობით, ჩემო ძვირფასებო 2.5-ვარია და ტრადიციულად სტარტს იღებს შუადღე ერთხულონებაზე იაბედოიძესთან და ირაკლი ალფაიძესთან ერთად. შუადღემშვიდობის მეც მოგესალმებით და რა თქმა უნდა ტრადიციულად მინდა მშვიდობიანი წარმატებული დღე გისურვოთ ყველას. გადაცემაზე უნდა გითხრათ მოკლედ, რომ ძალიან საინტერესო თემები დატვირთული პროგრამა გველის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ნორჩ მაშველთა კლუბის შესახებ. ეს კლუბი არსებობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში და კლუბის წევრები სწავლობენ საგანგებო სიტუაციების დროს ქცევისა და უსაფრთხოების წესებს. მოდი წარმოვიდგინოთ ირაკლი ჩვენი სტუმრები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, კოორდინატორი ამ კლუბის ნუკრი ზუხბაია, მოგესალმები ნუკრი, და მასალა ნორჩი მაშველები, მაშველთა კლუბის წევრები თათა ხოკერაშვილი, ქეთევან გაზაშვილი, მოგესალმებით, და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უსაფრთხოებისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე მახარებ ზეკალავა, თქვენ სწორედ წავიკითხე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საინტერესოა პირველ რიგში უთხრათ ჩვენს მაყურებელს, როდის გაჩნდა იდეა რომ ასეთი კლუბი დაარსებული იყო ცენტრში და რა მიზანს ემსახურება? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მადლობა მოწვევისთვის. 2014 წლის 21 ივნის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და სწრაფი რეაგირების სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. რაც მიზნად ისახავდა, რომ შეგვექმნა ისეთი კონცეფცია, ისეთი თემატური კლუბი, ჯგუფი, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული ამ ზუსტად სწრაფი რეაგირების სამსახურის თემაზე, ანუ როგორ მოიქცნენ კატაკლიზმების დროს, წყალდიდობის დროს, სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს და შეეძლოთ ბავშვებს ამის მართვა, არ იყვნენ დაბნეულები, იცოდნენ რა როგორ რანაირად მოიქცნენ და საერთოდ ჩახედულები რო ყოფილიყვნენ საერთოდ აი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მუშაობაში. გადამზადება ხდებოდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში კულტურული მხრივ, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, თეორიაც მოწვეული ყავდა თვითონ მახარებ ზეკალავა და ერთი თავის სამსახურიდან ისევ, ხოლო ჩვენთან მზადდებოდნენ ცენტრის თანამშრომლების მიერ კულტურულ მხრივ, იმიტომ რომ როცა გადის ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში, უნდა არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მეორე დღე თმობა, როცა ყველა ქვეყანა ცდილობს გაიცნონ ერთმანეთი და წარადგინონ თავიანთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციას ხალხს 5 წუთში. უნდა ქონდეთ რაღაც მომზადებული თავის ქვეყნის შესახებ. ძალიან მოკლედ რომ იყოს გასაგები. ძალიან მოკლედ ხო. და მოკლედ დროში რომ ყველაფერი წარმოაჩინოს ძალიან რთულია და ძალიან საჭიროა. და ამიტომაც იქ არის გამოყენებული ფოტომასალა, ვიდეო მასალა, დაუშვათ როცა ცეკვავს ბავშვია, ცეკვით რო წარადგენს თავის ქვეყანას, პროექტორზე უკან უნდა გამოჩენილიყო საქართველოს კუთხეები, ტრადიციები, რაც ღვინის სამშობლო რაღაც წარწერები. უნდა ყოფილიყო კიდე სამაშველო დადგმა, სკეჩი, ანუ რო ყოფილიყო თემატური, ანუ რა საკეთებდნენ სანამ ჩამოვიდნენ შეჯიბრებაში თავიანთ ქვეყანაში, როგორ მუშაობს თავისი კლუბი, ვიდეო რგოლები, ან როგორ მუშაობდნენ, რა საკეთებდნენ, როგორ იმზადებოდნენ და კერლის გაზეთი. კერლის გაზეთის უსეთმობათ იქ 3 საათი და ამ დროის განმავლობაში მათ უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთ ქვეყანაზე, რაც კი არის ცნობილი, ანუ რაც შეიძლება არ იცოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა და გააცნო. ნუკრი მე ძალიან დამაინტერესდა და თვალში მოუხსნეს დავინახე რომ დაინტერესდნენ გოგონები. რამდენად იყო ინტერესი თქვენთან ორი გოგონა წარმომადგენელი, თუმცა სხვების მხრიდან სამდენად ბევრი იყვნენ. აი ხა დაუშვათ აზერბაიჯანში როცა ვიყავით და მივიღეთ მონაწილეობა, გუშინ დავბრუნდით აზერბაიჯანიდან საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ. გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო ჩვენთან გენდერი დაცული იყო ვაჟები და თანაბარი გოგოები იყვნენ 4. 3 ბიჭი იყო. ესე იგი ვაჟები იყვნენ უმცირესობა. და არ ვიცი როგორ გითხრათ, არანაკლებ იტვირთებიან გოგოები, იგივენაირად იტვირთებიან ზუსტად როგორც ბიჭებიც. და ხშირ შემთხვევაში ყოფილა ესეთი შემთხვევები, როცა ბიჭს აჯობა გოგო. უკეთეს შედეგები აქვს. მოდი ვკითხოთ მაშინ უშუალოდ პროექტის მონაწილეებს ანა ბატონ მახარებთან გადავალთ, ვკითხვით. ბავშვებო, საიდან გაიგეთ ზოგადად ამ პროექტის შესახებ და როგორ გაგიჩნდათ იმის სურვილი რომ ჩართულიყავით და შემდეგ უშუალოდ აი პროცესი რამდენად საინტერესოა? ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დაიდო ასეთი მონაწილეობის მსურველებისაც ასეთი პოსტი, რომ ანუ ყველა 12-დან 17 წლამდე შეიძლება მონაწილეობა მიიღო ნორჩ მაშველთა გუნდში. რომ ყალიბდებოდა ასეთი გუნდი და შემდეგ უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ წარადგენდით საქართველოს
მე დარეგისტრირდი ამ გუნდში, შემდეგ უკვე ბევრი ბავშვიდან აირჩა რამდენიმე ბავშვი, რომლებისგანაც შედგა 2 გუნდი. ნუ მე შემარჩიეს ამ გუნდში და შემდეგ უკვე მოხდა ასე, რომ მე წავედი აზერბაიჯანში. ანუ საკმაოდ რთული დავალებები შევასრულეთ იქ, მაგრამ შეეცადეთ, რომ წარმოგვეჩინოთ საქართველოს. რაც ყველაზე მთავარი ამასთან ერთად უნდა იყოს ალბათ ფიზიკურად მომზადებულებიც, ხო? რა ვარ ფიზიკური გადასადებები გავიარეთ სამხედრო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც საკმაოდ კარგად მოგვამზადეს ძალიან რთული დავალებები შევასრულეთ და ანუ შევასრულეთ ის რითაც შემდეგ უკვე საქართველოს წარმოადგენდით. ეს პროცესი დაგკითხოთ აუცილებლად, რამდენად საინტერესო იყო უშუალო პროცესი და რას მოიცავდა. რამდენი დღის წინ ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში, ქალაქ აბალაში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონკურსში. მოგიწია რთული დავალებების შესრულება, ყოველ დღე ჰქონდა ესტაფეტები. ხმაზე ზეთყობა. ჰქონდა ესტაფეტები, რომელიც თუ რომ კარგი კონკურენცია გაუწიეთ, მაგრამ მოჯგრობით პროფესიონალ გუნდებს. რომელიც დღე-დღე მეცნობელი იმისთვის, რომ ამ კონკურსში გამიმარჯვენ. ჩვენ სადღაც 3-4 თვე ვამზადებით ცენტრში და წელს შეიქმნა ეს პროექტი. როგორი შედეგები გვაქვს? საკმაოდ კარგი. ეს შემოხედავთ, რომ ჩვენი პროექტი წელს შეიქმნა. ანუ აქამდე ნაჩვენებთა კლუბი არ ყოფილა. სახელმწიფოები არის. კლუბი 10 წელი მეტია უკვე რაც ამ პროექტში შეიძლება როგორ ხდება ეს, როგორ არის უცხოეთში და როგორ არის ჩვენთან. კი ბატონო, საინტერესო. 2014 წელს ანუ როცა ჩამოყალიბდა ეს ჩვენთან. ჯერ ერთი ვიტყვი იმას, რომ ჩვენ საქართველოში არ გაგვაჩნია მსგავსანი. რუსები ანუ როგორც იტყვიან, MЧS ესე ქვია მაგალითად, ბელორუსიაში, რუსეთში. Министерство чрезвычайных ситуаций. Ну, что-то საფრთხე რეგიონის სამსახური, ამის ლიცეუმები არსებობს იქ, სადაც ბავშვები, ანუ როდესაც 15-16 წლიდან უკვე ლიცეუმში ცხოვრობენ. ცხოვრობენ როგორც ჩვეულებრივად თანამშრომლებივით, ყოველ დღე ყაზარმუსტიაში ცხოვრობენ, ყოველ დღე იღვიძებენ და მთელი დღე არის დატვირთული მხოლოდ ამით. ეხლა ჩვენთან სამწუხაროდ ეს არ არის. არა, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო, მაშინ უფრო სხვანაირად მიუდგებოდით ყველაფერს. ესენი მართლა 3-4 თვის მომზადებული ბავშვები. მაგრამ ჩაეყარა უკვე საფუძველი და საერთოდ უკვე უფრო ფართო მასშტაბებზეც ვიფიქროთ და უფრო დიდ წარმატებებზე უნდა ვიფიქროთ მომავალში. დიდი წარმატება იყო მაინც 9 გუნდში საპრიზოსთან მიახლოებული რაღაც წამები დაგვაკლდა ორგან ორ შეჯიბრებაში. არა უშავს ეს იყო სტარტაპი და შემდეგ უკვე შემდეგ წლებში დარწმუნებულია რომ უკეთეს და უკეთეს შედეგები იქნება. ბატონი მახარა უნდა ჩართოთ აუცილებლად ჩვენს დიალოგში და ჩვენს საუბარში და უნდა გკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მემორანდუმი თქვენთვის და თქვენი აზრით რას მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას. მოგესალმებით. დამთლებელზე სოლიდეს ვიდეოს მომსწრებს ყველას. ეს არის ღონია და კარგ თაობას ვდით. მომავლის იმედი არ მოგემწყება. როგორც მაგალითად მithum როგორც აღვდით, ყველაზე კარგი ინვესტიცია ბავშვებში შედეგად ინვესტიცია. და მithანხმებიან იმაში ეს ბავშვები, რომ ძალიან ღონი არ დამეშორებია, მაგრამ მოკლე დროში პირველ დღიდან თქვენ მათთან ერთად იყავით როგორც ისიც ხო ბატონო? თეორისაც კითხულობდი, პრაქტიკულადაც შევასწავლე, აი ყველა ეს იმეთი რაც კი შეიძლებოდა იქ გამოეყენებინათ და გამოადგათ კიდეც ყველას. მაგრამ საუბედურება ის იყო, რომ ჩვენ არ გვაქვს აი სათანადო აღჭურვილობა, რაც სახანძრო სპორტში უნდა გამოიყენება იქ დიდ წარმატებაში მივახცევთ, მაგრამ აი იმ იდეთებში რაც ვასწავლეთ და დააჭირდათ 4 ადგილი ავიღეთ. მაგრამ სხვა რაღაცებში რომელი კიდე ფიზიკურად გამძლეობა ვერ მივეცით, რომ ბარიერები გადაილახა და სამთო პირობებში და იქ უკვე იქნებ მოხდეს აი ამ დამატებით ინვენტარის შეძენა სამინისტროსთან ერთად იქნებ. ნუ მაგალითად ფონდი, რაღაც დონორი ორგანიზაციები მაინც რომ გამოჩნდნენ, ვინც გამოთქვამს სურვილს რომ ზოგმა მაგალითად აღჭურვილობით მოხდეს და ფიზიკურად საქართველოს ტერიტორიაზე არის შეუძლებელი ესეთი რაღაც დაწილები, რომელიც იქ საჭირო იყო. სამწუხაროდ ეს სიტუაციაში ვიყავით, ანუ ჩვენ ვიცოდით რაღაცა თეორიულად, პრაქტიკაში უკვე ცოტა რთული აღმოჩნდა. შესაძლებელი აღმოჩნდა. გაუჭირდეთ თუ არა ბავშვებს საინტერესოა მომზადება ბატონო მახარა? აი იცი რა იყო ცოტა აი ბაისო დადგან პირველი ეტაპი იყო მაინც ბავშვების ფიზიკური მოცემებიც არ იყო ბოლომდე გათვლილი და სხვა რაღაც მიმართულებით წარმოჩენას, მაგრამ არ იყო მარტო ერთი სფერო ძლიერი ყოფილიყო და მეორე ჩაინაცვლებინა და შეევსო ერთმანეთი. მაგრამ მე ძალიან ყოფილი დავჭი იმით, რომ
ბავშვებს გამოცდილებად შეეძინათ გაიცნეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გაიცნეს თავიანთი კოლეგები, ერთმანეთთან გააყარეს კომუნიკაცია, გამოცდილებას გაუზიარებენ და საჭიროების შემთხვევაში უკვე ქვეყნებმა იციან უკვე ჩვენ რა რესურსი გვაქვს, მათ რესურსი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში და ჩვენს გამონახებად აღჭირდება საომალოდ რომ უფრო უკეთესი შედეგები დავდოთ და ვაჭრობთ. კიდე ერთი რაღაცა თუ შეიძლება ვიტყვი. ხო, დიპლომის გვაქვს თან თუ შემოვიტანეს სტუდიაში. ესე იგი ჩვენ ვიყავით მან აზერბაიჯანში მიწვეული საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრმა მიგვიწია. საერთოდ ამ პროექტს თვითონ კურირებს ეს მინისტრი. საერთოდ აღსანიშნავია ის, რომ აზერბაიჯანში წინა წელს როცა ვიყავით, ისეთი კარგი შტაბ-ბიჭდილება დავტოვეთ კულტურულად და კულტურული ღონისძიებებით, ყველაფერით, ჩვენი ხსევებით, კონტაქტურობით. წინა წელს გახსნაც და დახურვაც ქართველებს და ჩვენს გუნდს გააკეთებინეს. კულტურული დახურვა, კონცერტის დახურვა. და წელსაც ისე მოხდა დახურვაზე ქართული ცეკვებით დამთავრდა, იქ რომელსაც ესწრებოდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრი. კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც არ მახსოვს. მინისტრი. ну, რა თქმა უნდა, ეგ მისასალმებელია, როცა აზერბაიჯანში აზერბაიჯანელი არ ხურავს, ну, ქართველს ანდობენ, რომ ქართველმა დახუროს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და ძალიან ცოტა დროშა მინდა გოგონებს კითხვა, მაგალითად თქვენ ხო გაიარეთ თეორიულ მცოდნეს და თუნდაც წყალდიდობასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, აი რას გვასწავლეთ ჩვენ და რას აუხსნით? პირველ რიგში პანიკას არ უნდა ავყოთ და იმ ქაოსის წევრი არ უნდა გავხდეთ, რომელიც იმ მომენტში შეიძლება იქნას შექმნილი და ვეცადოთ ხალხი დავაწყნაროთ და პირველ დახმარება გაუწიოთ. საფრთხეებრივზე გადაგაკეთოთ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე თქვა დაგვიფაროს მსგავსი ტრაგედიებისგან, მაგრამ ივნისი, რომელიც ალბათ უფრო კოორდინირებულად რომ მოხდარიყო რეაგირებები, ალბათ კი, ყველას რომ სცადნოდა პირველი დახმარება, რომელიც ადამიანების ცნობიერება რომ ამაღლებული ყოფილიყო ამ კუთხით, ალბათ უფრო მეტი ადამიანი გადარჩებოდა და ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია არის. კი, იმიტომ რომ ამ დროს მხოლოდ პანიკა არის. სხვათა შორის ჩვენ ბანაკში, რომელიც გვაქვს ანაკლიაში უმოვლისმალე ალბათ უპირია მთელი საქართველოს მასშტაბიდან მიკრებებიან მან ბავშვები მთელი ყველა რეგიონიდან და იქ 10 დღე ეთმობა, ანუ 10 დღე რჩებიან მან ბავშვები. აქედან ერთი დღე არის ნორჩი მაშველების დღე, სადაც ერთ აუდიტორიაში 280 ბავშვი თვითონ სამაშველოს წევრებთან ერთად სამაშველები უტარებენ ტრენინგს. ანუ როგორ მოიქცნენ, რას არ აყვნენ, როგორ უნდა ეშვიდათ. იმაშინია რომ ეს არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ერთ დღეში 300 ბავშვი, ძალიან ბევრი 300 ბავშვი იქნება მომავალში, ეხაც არიან ბავშვები, რომელსაც ისე უტარებენ ტრენინგს და აუცილებელია ქვეყნისთვის. ძალიან დიდი გამოცდილებაა, ბუნებრივია ეს მათთვის და ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ მომავალში რამდენიმე ადამიანს მაინც ნახავთ ამ სამსახურში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სამსახურია, რაც ნიშნავს გმირობას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვინახავს, რომ მათ საკუთარი სიცხე გადადეს და სხვა ადამიანი გადაარჩიეს. ბატონ ზურაბ მუზაშვილი მაგალითად, რომელიც მაშველი, რომელიც სტიქიის ღამეს დაიღუპა და მან 7-8 ადამიანი გადაარჩინეს. ჩვენ დიდი მადლობა გვინდა გითხრათ იმისათვის რომ მობრძანდით, გვინდა გისურვოთ წარმატება და ბუნებრივია რომ გექნებათ სიახლოვე კიდე ბელორუსიაში. კი ბატონო, გზას დაგილოცავთ ჩვენი სტუდიიდან და გისურვოთ წარმატება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა. ცოტა ხანში ახალი თემა